პოლონეთმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლუბლინის რეგიონში გუშინ რუსული წარმოების რაკეტა ჩამოვარდა. როგორც პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რუსები უკრაინაზე მასირებული თავდასხმის დროს პოლონეთის საზღვრის მიმართულებით დაახლოებით 20-მდე რაკეტა მოძრაობდა. დასავლეთ უკრაინისკენ მიმართული სამიზნეების უმეტესობა მაშინ უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებით ჩამოაგდეს. ერთ-ერთი რაკეტას უკრაინული თვითმფრინავი მისდევდა, თუმცა პოლონეთის საზღვრის გადაკვეთამდე 20 წამით ადრე პილოტმა დევნა შეწყვიტა, რათა პოლონეთის საჰაერო სივრცეში არ აღმოჩენილიყო. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ვარშავა არ გამორიცხავს არც ერთ ვერსიას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მოხვდა რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე. მისი თქმით, უკვე დადგენილია, რომ გასული წლის სექტემბერში რუსული დრონები პოლონეთში მიზანმიმართულად შებრუნდნენ ნატოს რეაქციის შესამოწმებლად. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კრივი რიჰის გარეუბანზე იერიშისთვის რუსებმა ჩრდილოეთ კორეული წარმოების ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ექსპერტიზა გრძელდება, თუმცა ამ დროისთვის არსებული მტკიცებულებების მიხედვით რაკეტა ჩრდილოეთ კორეულია. თავდასხმად დნიპროპეტროვსკის ოლქის სოფელ რადუშნეზე გუშინ მოხდა. რაკეტები კერძო საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რის შედეგადაც მრავალშვილიანი ოჯახის 5 წევრი, მშობლები და 3 შვილი დაიღუპა. ოჯახის კიდევ 5 წევრის ბედი ამ დრომდე უცნობია. სააგენტო როიტერის ინფორმაციით, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეული რაკეტა მიმდინარე წელს სავარაუდოდ პირველად გამოიყენა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსკოვმა ფხენიანისგან შეიარაღების ახალი პარტია მიიღო. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეებს მოუწოდა არამხოლოდ დაგმონ რუსული თავდასხმა, არამედ მიაწოდონ უკრაინას მეტი რაკეტები ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისთვის. უკრაინელი მხარის ცნობით, სამხედრო თანამშრომლობა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ძლიერდება. პრეზიდენტის ინფორმაციით, მოსკოვი ფხენიანისგან დამატებით 30,000 სამხედრო მოსამსახურის და ახალი სარაკეტო დანადგარების მიღებას გეგმავს. წინასწარი მონაცემებით, რადუშნეზე თავდასხმისას რუსებმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად გამოიყენეს ჩრდილოეთ კორეული რაკეტა. რა თქმა უნდა, კიდევ არაერთი ექსპერტიზა ჩატარდება და ყველაფერი გადამოწმდება, მაგრამ ამ მომენტისთვის ეს ჩრდილოეთ კორეული ბალისტიკური რაკეტაა. ალიანსი მოსკოველ ნაძირლებსა და ჩრდილოეთ კორეის შეშლილ რეჟიმს შორის არსებობს რაკეტებისთვის. ჩრდილოეთ კორეელი სამხედროებისთვის აქ, ევროპაში, ჩვენს საზღვრებთან და ჩვენი უკრაინელი ბავშვების მკვლელობისთვის. რა თქმა უნდა, მსოფლიოს მასშტაბით დღეს ბევრმა დაგმო ეს დარტყმა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არა უბრალო სამძიმარი და დაგმობაა, არამედ საჰაერო თავდაცვის რაკეტები და რუსეთზე ზეწოლა, რომელსაც ამ უგუნური რუსული ომის გაჩერება შეუძლია. იმედი მაქვს, რომ ყველა ჩვენი პარტნიორი, ყველაზე მეტად ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, ისევე როგორც ჩვენი მეგობრები ევროპაში, იგრძნობენ, რომ რეალური ადამიანების სიცოცხლეა დამოკიდებული იმაზე, დაგვეხმარებიან თუ არა. უკრაინა რუსეთის სამხედრო და ლოჯისტიკურ ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშებს აგრძელებს. ამჯერად დრონების მთავარი სამიზნე ვოლგოგრადი გახდა, სადაც ვაილდბერისის ლოჯისტიკური ცენტრი და ლუკოილის კუთვნილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 5 ადამიანი. მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ. უკრაინული წყაროების ინფორმაციით, ღამით რუსეთზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. დრონებმა ერთდროულად შეუტიეს ვოლგოგრადის, ყაზანის, კასპიის და სევასტოპოლს, სადაც გავრცელებული ინფორმაციით სამიზნე ასევე ნავთობგადამამუშავებელი და სამხედრო ობიექტები გახდა. ტრამპი არ არის დარწმუნებული, მისცემს თუ არა უკრაინას პეტრიოტის რაკეტების წარმოების ლიცენზიას. გამოცემა Financial Times-თან საუბარში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და ამ საკითხს თეთრი სახლი განიხილავს. ტრამპის თქმით, საქმე ეხება ძალიან ძლიერ იარაღს და ლიცენზიის გაცემისას სიფრთხილეა საჭირო. ეს კომენტარი თეთრი სახლის ლიდერმა ვაშინგტონში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრიდან სულ რამდენიმე დღეში გააკეთა. მაშინ უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრა წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ ლიდერებმა პეტრიოტების რაკეტების ერთობლივი წარმოებაც განიხილეს. მოლაპარაკებებს ძალიან კარგი უწოდა დონალდ ტრამპაც. პარალელურად მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკვე დაგეგმილია ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტი კიევში. რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინის დედაქალაქში ისინი 24 აგვისტოს ქვეყნის დამოუკიდებლობის 35 წლისთავზე ჩავლენ. ეს მათი პირველი ვიზიტი იქნება უკრაინაში. ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის ფარგლებში უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში უკვე რამდენჯერმე იმყოფებოდნენ.
ესპანეთის აფრიკაში მდებარე ანკლავში სუეტაში არმიის დამატებითი ქვედანაყოფები და სპეცდანიშნულების რაზმებია მობილიზებული. ამის მიზეზი ანკლავში მაროკოდან ათასობით მიგრანტის უკანონო შეღწევა გახდა. მას შემდეგ რა სოციალურ ქსელში გავრცელდა ხმები, თითქოს ესპანეთისა და მაროკოს საზღვარი ღია იყო, მეზობელ ქვეყანაში ჩასულმა მიგრანტებმა სუეტას გარშემო ღობეები გაარღვიეს. ცოტა ხნის წინ ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში სეუტას ანკლავში დაახლოებით 59,000 მიგრანტი გადავიდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორც ცდილობენ მიგრანტების სხვით ევროპის ტერიტორიაზე მოხვედრას, ნაწილი კი სახმელეთო ბარიერს არღვევს. მედიის ცნობით კი სეუტაში მოხვედრის მცდელობისას სულ მცირედ 18 მიგრანტი დაიღუპა. ესპანეთში მიგრაციის ამ ტალღას სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებას უკავშირებენ, რომლის მიხედვითაც აიკრძალა ზღვაში დაკავებული მიგრანტების დაჩქარებული წესით დეპორტაცია. ვითარების გამო საგანგებო ვიზიტით სუეტაში დღეს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩეზი ჩავა. ესპანეთის მთავრობამ მზადაა სრული პასუხისმგებლობითა და დაუყოვნებლივ რეაგირება მოახდინოს სეუტაში შექმნილ ვითარებაზე. ჩვენ ვახდენთ ყველა საჭირო რესურსის მობილიზებას, თანამშრომლობთ მაროკოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ვამზადებთ საჭირო ზომებს ნორმალური ცხოვრების რაც შეიძლება სწრაფად აღსადგენად. დროა გადაწყვეტილებები პასუხისმგებლობითა და თანამშრომლობით მივიღოთ. კრიზისის ფონზე იტალია ესპანეთიდან ჩასული პირებისთვის საზღვარზე მკაცრი კონტროლის შემოღებას განიხილავს. იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯა მელონის განცხადებით, მან კონსულტაცია უკვე გაიარა შინაგან საქმეთა მინისტრთან. როგორც მელონიმ აღნიშნა, იტალია მზად არის საგანგებო ზომებისთვის, მათ შორის განიხილავს ესპანეთისთვის შენგენის ზონის დახურვას. მსგავს გადაწყვეტილებას მხარს უჭერს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრიც. ამ განცხადებების გამო ესპანეთის საგარეო უწყებაში იტალიის ელჩი დაიბარეს. მედიის ინფორმაციით ესპანეთის ანკლავები სეუტა და მელილიას გავლით გამავალი გზა დასავლეთ ევროპაში აფრიკელებისთვის მიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მარშრუტია. ევროპისკენ მიმავალ გზაზე ბევრი მიგრანტისთვის მაროკო სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენს. სეუტადან მოსული კადრები შოკის მომგვრელია და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ უკონტროლო არალეგალური იმიგრაცია ევროპის საზღვრების უსაფრთხოებისთვის კონკრეტულ საფრთხეს წარმოადგენს. მზად ვართ ვიმოქმედოთ ჩვენი საზღვრების დასაცავად და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საგანგებო ზომების მიღებით, როგორიცაა ესპანეთთან შენგენის ზონის შეჩერება. ჩვენ არ დავიხებთ უკან არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ. ჩვენი საზღვრების დაცვა, ადამიანებით მოვაჭრეების შეჩერება და ეფექტური რეპატრიაციის უზრუნველყოფა კვლავაც ამ მთავრობის პოლიტიკა იქნება. კვლავ დაძაბულია ვითარება ახლო აღმოსავლეთში. ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ქუვეითსა და ბაჰრეინში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე იერიშების შესახებ განაცხადეს. ოფიციალური თეირანის მტკიცებით ეს ნაბიჯი პასუხია შეერთებული შტატების ქმედებებზე. ირანული მხარის ცნობით დარტყმების სამიზნე ქუვეითში მდებარე აჰმედ ალ-ჯაბერის საავიაციო ბაზა და ბაჰრეინში არსებული შეიხ ისას ბაზა გახდა. თეირანი ამტკიცებს, რომ დაზიანდა სამხედრო აღჭურვილობის საწყობები, სანავიგაციო სისტემები და სატელიტური კავშირის ობიექტები. ირანული მხარის განცხადება მორიგი სიცრუე უწოდებენ ვაშინგტონში. შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის განცხადებით. ირანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს თავდასხმის შედეგად 3 ამერიკული F-35 ტიპის გამანადგურებელი და სხვა საფრენი აპარატები განადგურდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ცენტრალური სარდლობის განმარტებით ყველა რაკეტა და დრონი წარმატებით ჩამოაგდეს და ამერიკული ტექნიკა არ დაზიანებულა. ცოტა ხნის წინ კი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გავლის მცდელობისას 2 ნავთობ ტანკერს დაესხნენ თავს. ირანის სამხედრო ძალებში კვლავ აცხადებენ, რომ გემებისთვის სრუტეში გავლა უსაფრთხო არ არის. დონალდ ტრამპმა დაჯგუფება ჰამასის განიარაღების შესახებ ისტორიული შეთანხმება დააანონსა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეგვიპტელ, თურქ და კატარელ შუამავლებსა და ჰამასის ლიდერებს შორის გამართული მოლაპარაკებები ღაზის სექტორში სრული განიარაღების შესახებ შეთანხმებით დასრულდა. მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი, რომ ღაზას სექტორში მმართველობა ახალმა პალესტინურმა მთავრობამ გადაიბაროს. გეგმის მიხედვით განიარაღების პარალელურად ისრაელის ჯარები ტერიტორიიდან გავლენ. უსაფრთხოების კი საერთაშორისო სამშვიდობო ძალები და ახალი პალესტინური პოლიცია უზრუნველყოფს. დასავლურ მედიასთან საუბარში ჰამასის მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ ისინი გეგმას დათანხმდნენ. თუმცა ალ-ჯაზირასთან ინტერვიუში ჰამასის წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ ჯგუფი განიარაღების კუთხით პრაქტიკულ ნაბიჯებს მხოლოდ მას შემდეგ გადადგამს, რაც ისრაელის ჯარები სექტორს სრულად დატოვებენ. ისრაელს მომხრეთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
Jordanian hospital that Hamas was using. Telegram-ის დამფუძნებელი პაվել დუროვი რუსეთში ტერორისტთა და ექსტრემისტთა სიაში მის შეყვანას ეხმაურება. დუროვის შეფასებით რუსეთმა ის ტერორისტად იმის გამო გამოაცხადა, რომ მესენჯერში მასობრივ თვალთვალსა და ცენზურაზე უარი თქვა. როგორც დურავი აღნიშნავს, რუსული კანონმდებლობის თანახმად მას ინტერნეტში ინფორმაციის გამოქვეყნება აეკრძალა. რუს ჩინოვნიკებს აშკარად ერევათ, ვისთვის შეუძლია ინტერნეტის აკრძალვა, დაწერა მან სოციალურ ქსელში. დუროვზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შემდეგ რუსეთმა ბიზნესმენი იმ ორგანიზაციებს და ფიზიკური პირების სიაში შეიყვანა, სადაც ექსტრემისტულ საქმიანობაზე ან ტერორიზმში მათი მონაწილეობის შესახებ მონაცემებია თავმოყრილი. ტელეგრამის დამფუძნებელი ამ გადაწყვეტილებას კიდევ ერთი პოსტით ეხმაურება. ტელეგრამში დუროვმა საკუთარი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თალიბანის წევრებთან შეხვედრის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. ერთმანეთში არ აგერიოთ, დაწერა დუროვმა.